პოლონეთის მთავრობის განცხადებით თურმე ქართველები რო ჩადიან პოლონეთში, ყველა თურმე ხდება კრიმინალი, ყველა თურმე რაღაც ბანდებში და დაჯგუფებებში, მაფიაში წევრიანდება და აი პოლონეთს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ პოლონეთმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ამ პრობლემის გადასაჭრელად. მოდით მოусმინოთ დონალდ ტუსკის განცხადებას და შემდეგ გავარჩიოთ ეს თემაც. ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არის საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნის შიგნით კრიმინალთან დაკავშირებით. ვიცი რომ ქართველებს ზოგადად ეს არ ახასიათებთ. ამას არანაირი გარემოების გამო არ ვიტყოდი, თუმცა ისე ხდება რომ არსებობს რაღაც გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები დღეს. ჩვენ უკვე რამდენიმე სადეპორტაციო ოპერაცია განვახორციელეთ და ასევე ერთი წუთით არ დავფიქრდებით თუ კიდევ აღმოვაჩენთ ამ დაგორ დაჯგუფებას, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ან ციხეში ჩავსვამთ, ან დავადებორტებთ. საუბარი არის იმაზე, რომ განიხილება საქართველოსთან რომ გამკაცრდეს სავიზო მიმოსვლა, ანუ ქართველებს ეხლა შეუძლიათ უვიზოთ ჩასვლა პოლონეთში და ეს რომ გამკაცრდეს და აღარ შეეძლოთ მოკლედ რომ თქვა ქართველებს უვიზოთ ჩასვლა, ეგ განიხილება. საერთოდ ყველამ უნდა იცოდეს რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არსებობს, სადაც ჩვენ უვიზო გვაქვს, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებს ევროპულ ქვეყნებს თავისი ინიციატივით შეუძლიათ რომ თავის საზღვრებში მაინც შეზღუდონ უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ეხლა რაზეც პოლონეთის წარმომადგენელი საუბრობდა, სწორედ ეგ შემთხვევაა. ხო, სავარაუდოდ ეხლა პოლონეთი დაიწყებს ქართველების დეპორტაციას, სხვათა შორის ამერიკამ დაიწყო უკვე ძალიან ბევრი ვიდეო ხდება, სადაც არალეგალ ქართველებს აკავებენ, თან ისეთი ფორმით, რაღაც დემონსტრაციული ფორმით. ანუ ტრამპი ხო მაგით ტრაბახობს რომ რაღაც უკონტროლო მიგრაციას ებრძვის და ამერიკაშიც მაფიებს იქაც ქართველები მოკლედ იქ ვეღარ უძლებს ეს ამერიკა ქართველების შემოდინებას და როგორც ჩანს პოლონეთიც აპირებს ახლა ამ სამწუხარო პრაქტიკის განხორციელებას, როგორც ჩანს ვიღაცებს დაადეპორტებენ და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეუზღუდავენ ან გაუმკაცრებენ პოლონეთში მოხვედრას. სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებენ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ შენ სწორი თქვი, ანუ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შენგენის ზონაში შეგვიძლია უვიზოთ 3 თვით შეღწევა. თუმცა ეროვნულ დონეზე სახელმწიფოებს, ანუ ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ გადახედვა. და ამ პრეროგატივით სარგებლობს პოლონეთი და მოდით ეხლა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ქართველები დიდწილად ერთმანეთს ყველა თუ არა ძალიან ბევრი ერთმანეთს ვიცნობ და ვიცით რომ რაღაც სადაც ქართველები ისე კომპაქტურად ცხოვრობენ იმ ქვეყნებში რა ვითარება, ხო, პოლონეთში რა ვითარება, გერმანიაში რა ვითარება, ამერიკაში და ასე შემდეგ. ამიტომ როგორ ფიქრობ შენ, ნამდვილად ისეთი შემაწუხებელია პოლონეთში ქართული მაფია, როგორც ამას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გვიყვება. თუ ეს არის უკიდურესად გადაჭარბებული პროპაგანდისტული ნარატივი იმისთვის, რომ ეს მტრული არასასიამოვნო გადაწყვეტილება მარტივად მიღებული იქნას და ქართველებში არ მოყვეს ამას დიდი ისეთი დიდი პასუხი. სათანადო პასუხი. სინამდვილეში ხო ყველას ესმის, რომ საქართველოდან თუ კი ვინმე რამეს აფუჭებს, ეგ არის ძალიან მიზერული რაოდენობა პოლონეთში და ზოგადად ევროპაში. ეგ არის მიზერული რამდენი პროცენტი იქნება, მოდი ასე ვთქვათ. აი ორგანიზებული სახით. პროცენტიც არის, 1%-იც არის ხდება. ანუ პოლონეთში საცხოვრებლად ან სამუშაოდ გადასული ქართველთა 1%-იც, 1% ძალიან დიდი ციფრია. 0.0 ალბათ
0.1% არ იქნება, ვინც ორგანიზებულ კრიმინალურ რაღაც დაჯგუფებაში თუ რაღაც ბანდაში როგორც ესენი იყვებიან, არიან გაწევრიანებული. მოდით ისიც დავამატოთ. ამ 0.01%-ზეც ვისაუბრებთ. ანუ რა დონის კრიმინალზეა საუბარი. მე როგორც ვიცი, ქართველები არსად არ არიან შემჩნეული, მაგალითად, ნარკოტიკების გასაღება იმაში რაღაცა იმ ბარიგობაში, ხო? და რაღაცა ქართული კარტელი არ არსებობს. მე როგორც ვიცი, ქართველები არ არიან შემჩნეული ტერორისტული უჯრედების შექმნაში და მე რაღაც ტერაქტების მოწყობაში, ხო? მე როგორც ვიცი, ქართველები არ არიან შემჩნეული ქუჩის ბანდების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მე რაღაც იქ უბნებს აკონტროლებენ და გეტოებს ქმნიან და პოლიციაც კი ვერ შედის, როგორც აი არაბული ეგეთი დაჯგუფებებია, ალბანური დაჯგუფებებია, აფრიკული დაჯგუფებებია. მე მგონი ქართველები ეგეთ მძიმე კრიმინალში არ არიან. მაქსიმუმი რაც მე გამიგია და ვიცი, ეს არის ვერათ უფრო მსუბუქი ფორმის დანაშაულები, როგორიც არის ქურდობა, როგორიც არის ძარცვა და ასე შემდეგ. ზოგადად ბევრიც არ არიან ქართველები, აი უბრალოდ პროცენტულად რო ავიღოთ, აი ამ ჩასულების რაოდენობა რო ავიღოთ პოლონეთში, აი უცხოეთიდან ჩასულების პროცენტული რაოდენობა ქართველები წარმოადგენს ძალიან დაბალს, ხო? ამიტომ სინამდვილეში ხა ქართველების საქართველოსთან ჩასულების უმრავლესობა სამუშაოდ არის წასული, რაღაცას მუშაობს იქ პოლონეთში და მერე აქ აგზავნის საქართველოში იმ ფულს, ხო? ეგ არის აბსოლუტური უმრავლესობა, რითიც არის დაკავებული პოლონეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეხლა როცა პოლონეთი უკვე აი იმ სავიზო მიმოსვლის გამკაცრებას აპირებს და ასეთ მოტივს აჟღერებს, რომ აი რაღაც დაჯგუფებები და კრიმინოგენული გარემო იქმნება ქართველების გამო, ეგ არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეგ გამოხატავს ზოგადად დამოკიდებულებას ევროპაში, როგორი დამოკიდებულებაა ქართველების მიმართ. მაგას გამოხატავს. კი, ანუ როგორი რაღაცა იცი? მე რაც ვიცი და მე მგონი რაღაცები ვიცი, მაგალითად პოლონეთში, სხვა ქვეყანაზე რო არ ვისაუბროთ. აი პოლონეთში ვინც არის წასული, მე ვისაც ვიცნობ ან გამიგია ან ზოგადად ინფორმაცია მაქვს, 99.9% არის კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანი, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური და სამუშაო მიზნით არის მან ჩასული და ჩემი აზრით პოლონეთს კარგ საქმეს უკეთებს და რას გულისხმობ? პოლონეთის ინდუსტრიულ სექტორში, პოლონეთის ისეთ ეკონომიკურ დარგშია დაკავებული, სადაც პოლონელი თვითონ არ მუშაობს, იმიტომ რომ არ არის მაღალი ხელფასი და ამით ჩემი აზრით პოლონეთის ეკონომიკას ამყარებს და შორის კვალიფიციური მუშახელი ჩადის. ანუ ქართველი, რომელიც მან ჩადის, 99.9% პოლონეთს ჭირდება. ისე კი არა რომ პოლონეთის ეკონომიკას ეგ ჭირდება. იმიტომ რომ პოლონეთი ეხლა ძალიან დიდ ინდუსტრიულ პროგრამებს ავითარებს. დიდი ნაწილი ქართველების მან დასაქმებულია ქარხნებში და ფაბრიკებში. ეგეთ ობიექტებზე მუშაობენ, მშენებლობებში მუშაობენ, სადაც პოლონელები ნაკლებად მუშაობენ. ხოლო შორის ასევე აღმოსავლეთ ევროპიდანაც არიან ჩასულები, ხო, უკრაინელები, ბელორუსები, მოლდოველები. მაგ კატეგორიაში გავდივართ ჩვენც. ხო და როგორი რაღაცა იცი? ეხლა პოლონეთში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, არის ძალიან მომძლავრებული ანტისაიმიგრაციო გამოსვლები. რაც ბუნებრივია. მაგრამ რატომაც ეს ანტისაიმიგრაციო გამოსვლები მძვინვარებს ევროპაში და მათ შორის პოლონეთში და ძალიან პოპულარული ხდება. სინამდვილეში დონალდ ტუსკი არის ლიბერალი გლობალისტი. მაგრამ იმდენად პოპულარული გახდა ეგ მესიჯი პოლონეთში,
პრეზიდენტი მაგალითად მემარჯვენე კონსერვატორი ყავთ ახლა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ გავყაროთ ყველა არაპოლონელი. ხო და უყურე რატომაც პოლონურ და ევროპულ საზოგადოებაში პოპულარული გახდა ეს საზღვრის გაკონტროლების, სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხი, მერწმუნე არ უკავშირდება ქართველებს. ჩემი აზრით უფრო უკავშირდება აფრიკის და ისლამური ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, რომლებიც იქ ქალებს აუპატიურებენ, გეტოებს ქმნიან, ისლამიზაციით არიან დაკავებული, მძიმე დანაშაულებებს ჩადიან, დემოგრაფიულ ბალანსს ცვლიან და ასე შემდეგ. ამიტომ რომლებიც ბევრნი თან ბევრნი არიან და ბევრად უფრო ორგანიზებულები არიან, არ ინტეგრირდებიან ევროპულ საზოგადოებაში. ხო და შემთხვევით იმ ფაქტთან ხო არ გვაქვს საქმე, რომ მარტივად რო ვთქვათ, აფრიკელების და აზიელების გამო ჯოხს ქართველებზე ხო არ ტეხავენ. მაგ ფაქტთან ხო არ გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ეხა პოლონელი როგორ ჩანს დიდად ვერ ასხვავებს ქართველს და მაგალითად სხვა აზიელს, ხო? ანუ ეგრე მარტივად ხდება მაგის დაჯერება, რომ რაღაც არაბი და რაღაცა ირანელი ან პაკისტანელი რაღაცას თუ აფუჭებს იმაში პოლონეთში, ეგ ქართველთანაც მაგის გაიგივება მარტივად ხდება, ანუ ვერ ასხვავებს პოლონელი, რომ ჩვენ სხვა ხალხი ვართ და ჩემი აზრით ისიც მნიშვნელოვანია, რომ დავამატოთ, რომ პოლონეთი ხო ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა საქართველოს პოლიტიკასთან დაინტერესების კუთხით, აი ევროპული ქვეყნებიდან პოლონეთი არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აი ამ ჩვენი რეგიონით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული ჩვენს რეგიონზე ევროპის გავლენა და ევროპის ზემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ჩართული ყოველ შემთხვევაში პოლონეთია ხოლმე. პოლონეთი პირდაპირ არის ხოლმე აი დაკავშირებული რაღაც მოვლენები, რაც აქ ვითარდება, განცხადების დონეზე ყველაზე აქტიურები არიან ხოლმე. იგივე ეხლა მაგალითად საქართველოში რაღაცა საგარეო პოლიტიკა საით წავა და როგორი ექნება საქართველოს, მაგ კუთხითაც ძალიან დაინტერესებული მხარეა პოლონეთი და ეგეც დამატებით საინტერესო იმიტომ არის, რომ პოლონეთი როცა საქართველოსთან მიმართებაში ასეთ ნაბიჯს დგავს, ეს ხო არამეგობრული ნაბიჯია, ანუ პოლონეთის მხრიდან სისულელეა, ეხლა ვითომ ქართველები რაღაც საშავებენ და არამეგობრული ნაბიჯია პოლონეთის მხრიდან ქართველებისთვის გამკაცრება ამ უვიზო მიმოსვლის, ხო? ეგ საინტერესო არის ერთის მხრივ პოლიტიკური კუთხით უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ ეხლა ყოველთვის ჩართული იყო პოლონეთი პოლიტიკურად საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან აქტიური. რაღაცას ნიშნავს ეს ნიშნავს რაღაც ნაბიჯს პოლონეთის მხრიდან და მეორე საინტერესო არის ზოგადად დამოკიდებულების კუთხითაც რანაირად უყურებს იგივე პოლონეთი ზოგადად ევროპა რანაირად უყურებს საქართველოს, იმიტომ რომ ეგ მოტივი როცა ჟღერდება, რომ საქართველოს რაღაცას აშავებს, ხო, ეგ არის ძალიან ეხა სისულელე მოტივი, ტყუილი მოტივი, რომლის საფუძველზეც საქართველოს უკაცრებენ და თან არის ისეთი მოტივი, რომ აშკარად არაევროპელად გვთვლიან. მოდი ასე ვთქვა. ანუ არა თავის ნაწილად გვთვლიან და ყოველთვის მათი საუბარი რომ ტყუილი იყო, ამაშიც ჩანს.